შეძლებს დაგვარად სერიოზული სახით გეტყვით, მაგრამ მაინც გაგეცინებოდ. კობახიძე ისევ თურქმენეთშია. მესამედ ერთ წელიწადში. ოფიციალური ცნობით ამჯერად ვიზიტის მიზანია მონაწილეობა ფორუმში, რომელთაც თურქმენეთი შვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ასრულებს. ასე ქვია. აი, როგორც ის გორსალა არქმევს ხოლმე თბილისს, ხან სიკეთის, ხან სიყვარულით, ხან რა ვიცი, კიდევ რით სავსე ქალაქს. თურქმენეთმა ახლა გადაწყვიტა 2025 წლისთვის მშვიდობისა და ნდობის წელი დაერქვა. და შეექმნა დიდებული საბაბი ისეთი დიდებული სტუმრების სამასპინძლოდ, როგორც არის მისი აღმატებულება ბატონი კობახიძე. საბაბად გამოიყენეს კონსტიტუციის ჩანაწერის 30 წლის თავლი, რომელთაც თურქმენეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ხო, თურქმენული თუ იცით, ან იქაურ მედიაზე მაინც მიგიწვდებათ ხელი და თარგმნით, იქაც ზუსტად ასე ამბობენ, უპრეცედენტო მშვიდობის, ოღონდ იქ 30 წელი. ფორუმი როგორც აზიას ეკადრება, იქნება მდიდრული. წავა ახალ ტეკინური კვიცების ჩუქება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის. კობახიძე არ მგონია ასეთად ჩაითვალოს, მაგრამ ერთ ალაბაის ლექსს შეიძლება გამოკრას ხელი. ეგეც საქმეა. მასზე ცალსახად მნიშვნელოვანი VIP სტუმრები იქნებიან ვლადიმერ პუტინი და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები. აი, ეს გაფუწული კი ვის დაკარგვია, თქვენი ფიქრით. და ზუსტად ეგ არის ამოცანა. როცა ლოგიკურად არავის დაკარგვი ხარ და არავის გაახსენდებოდი სტრატეგიული პროცესი, რომ ლოგიკურად მიდიოდეს და ხელოვნურად არ ცდილობდე მის შებრუნებას შენ. ბორია უკვე 13 წელია ყველაფერს აკეთებს, რომ შეაბრუნოს საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთადერთი ლოგიკური ევროატლანტიკური ვექტორი და მიუჩინოს ადგილი მსოფლიოში, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა. არასდროს მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეფეებმა თავი დაანებეს ყარაყორუმ სიარულს სიგელის მისაღებად. ახლა ბორიას დროით სხვა დროა. დროა უკვე არა მხოლოდ ირანისა და თურქმენეთის, გინდაც თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, არამედ პირადად პუტინთან ჩავყოთხელი ფლავის საერთო გოფში. და შენ ბიჭო იქნებ ქუდი მაინც დაიხურო მაგ სადილამდე, რომ შენი გაფუწულით მარო არ ჩავარდეს მე იმ გოფში და ვინმეს არ ამოყვეს, თორემ უხერხულია მაინც.